ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. პეტერ ფიშერის საქმიანობასა და სადაო აქტივობებზე კითხვები გერმანიაშიც გაჩნდა. საკითხს ალტერნატივა გერმანიისთვის იკვლევს, რომელმაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტია დაინტერესდა, რომელ ოპოზიციურ ჯგუფებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ელჩი ბოლო 10 კვირის განმავლობაში. არსებობდა თუ არა კონკრეტული მიზეზები ამ შეხვედრებისთვის და თუ არსებობდა რა იყო ეს მიზეზები. ასევე სიმართლეა თუ არა ინფორმაცია, რომ გერმანელმა დიპლომატმა უძრავი ქონება ოპოზიციის ლიდერის ამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებული აქტივიდან იქირავა და რამდენად შეესაბამება ელჩის მოქმედებები ვენის კონვენციას. კეთი ზანთარაია განაგზობს ამ თემაზე მუშაობას, ის პირდაპირ ეთერშია, გისმენთ კეთი. რა რეაგირება მოყვება პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის წევრების მიერ მომზადებულ კითხვებს, რომლითაც მათ მიმართეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეს აინტერესებთ არა მხოლოდ ამ პარტიის წევრებს, არამედ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს საქართველოშიც. ქართული ოცნების წევრები საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის ელჩის ქმედებები საქართველოში ხშირ შემთხვევაში ცდება დიპლომატიურ ჩარჩოს და ხშირ შემთხვევაში ის ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, შესაბამისად ამბობენ, რომ ამ კითხვებზე პასუხები და გერმანიის მთავარი დიპლომატიური უწყების რეაგირება მნიშვნელოვანია. AfD-ს რაც არ უნდა უწოდონ პროპაგანდისტულად, ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე რეიტინგული პარტია დღეს გერმანიაში სწორედ AfD არის და სწორედ მას აქვს შეკითხვები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ბატონ ფიშერის მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც რა თქმა უნდა სამარცხვინო ფაქტია, როდესაც იგი საცხოვრებელ სახლს რეზიდენციას ქირაობს ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან, ხო? და ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური კორუფცია. სხვა ტიპის შეკითხვებიც არის, რა თქმა უნდა, იმიდან გამომდინარე, რომ ბატონი ფიშერი ძალიან ღიად და ძალიან თავხედურად ერევა ჩვენში და საქმეებში იქ სასამართლო პროცესებიდან დაწყებული აქტივისტებთან შეხვედრით დამთავრებული და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ძალიან დროული იყო ეს შეკითხვები და საინტერესოა საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორც ჩამოაყალიბებს პასუხებს პარტია AfD-სთან. გერმანიის ბუნდესტაგის ფრაქციის წევრების შეკითხვები მნიშვნელოვანი არ არის პარტია ლელო ძლიერი საქართველოს წევრებისთვის. ეს პარტია ერთ-ერთი მოპასუხე არის, შეიძლება ითქვას ამ თემასთან დაკავშირებით, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ალტერნატივა გერმანიისთვის წევრებს აქვთ, მათივე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის ის, თუ როგორ მოხდა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩმა იქირავა უძრავი ქონება სწორედ ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის მხრიდან. იქ რომ ვიღაცა შეიძლება რაღაცის გადახდა და ვიწყდა და გადაიხადა, ეგ მოგვარებული ამბავია. თუ ვინმე თulis რომ იქ რამე დანაშაულს ჩადის, ვინმე ეს აღმოფხრილი იქნება ეს დანაშაული ქართული ოცნების მიერ, ხო? არ არის ასეთი დანაშაული. არაფერი, არც უკანონო, არც არაეთიკური, არც არასწორი, ამაში არ არის. ამიტომ რა ვიცი ხა რა AfD შეიძლება ბევრ სხვა იდიოტობაზე მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანიაში. ნებისმიერ სახელმწიფოში დაინტერესდებოდნენ. ასევე ინტერესდებოდნენ მაგალითად ესტონეთში ოპოზიციის წარმომადგენლები იმ შემოსავლებით, რომელიც იმ პერიოდის პრემიერ-მინისტრის კაია კალას ჰქონდა და დღეს ევროპაში საგარეო კურსს ხელმძღვანელობს. თუ საიდან აქვს, რატომ აქვს რუსეთიდან მილიონობით შემოსავალი, მაშინ როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ასეთივე შეკითხვები გააჩნიათ გერმანელ კანონმდებლებს, ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან ელჩის მიმართ. საკვირველი ის არის, რომ რატომ ოპოზიცია დაინტერესდა და რატომ სახელისუფლო გუნდი არ ინტერესდება, იმიტომ რომ ელჩი ქირაობს სახლს ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისაგან. და გაუგებარია ბრელით არის მოცული ამ გადახდის სისტემა როგორ ხდება ამასთანავე. ამ ელს კონკრეტულ ელს ხედავთ მიტინგებზე და ამ ექსტრემისტული პროცესების წახალისების მთავარ მონაწილედ გვევლინება პერიოდულად, როგორც განცხადებებით, ასევე მოქმედებებით. საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვებით ბუნდესტაგის ფრაქცია ალტერნატივა გერმანიისთვის წევრებმა კონკრეტული კითხვებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს გერმანიის. მადლობა კეთი ზანთარაია საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის 8 კონკრეტული საკითხით ინტერესდება. დოკუმენტი ბუნდესტაგის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. სხვადასხვა შეკითხვას შორის არის ისიც, თუ რამდენჯერ შეხვდა გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ბოლო 12 კვირის განმავლობაში. თემაზე კომენტარი გაკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძე, ამბობს, რომ გერმანიის ელჩი პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს და რაც ვენის კონვენციასთან ერთად ყველა სტანდარტის დარღვევაა. არის თუ არა სიმართლე, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ერნს პეტერ ფიშერმა მაღალი კლასის უძრავი ქონება იქირავა ქართველი ოპოზიციის ლიდერის მამუკა ხაზარაძისგან. ბოლო 10 კვირის განმავლობაში პეტერ ფიშერი რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა. იყო თუ არა ამ შეხვედრებისთვის რაიმე კონკრეტული მიზეზი და თუ კი რა. რა მიზეზით გაიმართა ეს შეხვედრები ახლა ქართულ მუნიციპალურ არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე. ბოლო 12 კვირის განმავლობაში რამდენჯერ შეხვდა პეტერ ფიშერი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ფედერალური მთავრობის შეფასებით რამდენად შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ელჩის აღნიშნული შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს კონკრეტული ელჩი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც არის ვენის კონვენციის დარღვევა, რაც არის ყველა სტანდარტის დარღვევა. და ძალიან კარგია, რომ ყველაზე რეიტინგულმა გერმანულმა პარტიამ გამოხატა ინტერესი ამ ყველაფრის მიმართ. დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი, არ შეიძლება ელჩი ასე ექცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის წარმოადგენს საკუთარ სახელმწიფოს. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ კვირას შევა. სარჩელი საფუძველის 450 გვერდიანი ანგარიშია, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო. პარალელურად პარლამენტმა მიიღო ცვლილებები პოლიტიკური პარტიების რეგულაციების შესახებ. სარჩელი ეხება ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას. მმართველ გუნდში აცხადება, რომ სარჩელი სამართლებრივად ბოლომდე იქნება გამართული და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი დეტალები, ვინ იქნება ობიექტი, როგორ იქნება სია და რა შინაარსი ექნება დოკუმენტს. მეტი ინფორმაციით კესო ქაფიანიძე უერთდება კურიერს. კესო, გისმენთ. ქართული ოცნება მის წინასაარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთს უკვე ასრულებს. საუბარია ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და აკრძალვაზე, როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რამდენიმე დღეში უკვე მიმართავს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც საგამოძიებო კომისიამ მოამზადა, რომ აიგრძალოს ნაციონალური მოძრაობა და ის კონკრეტულ პირებს შეეზღუდოთ და აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა და ასევე კონკრეტულ პარტიებს აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა. თუმცა კონკრეტული სია დღეს პრემიერ-მინისტრმა არ გამოაცხადა, თუმცა დაანონსა, რომ სარჩელის შეტანის შემდეგ უკვე გახდება ცნობილი სია თუ ვის შეეხება ეს აკრძალვა, თუმცა რაც დანამდვილებით ვიცით და რაც პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, ამ სარჩელის მთავარი ამოცანა, რომ აიკრძალოს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე, სია გახდება ცნობილი, როგორც კი შევიდნენ სარჩელს. რეალურად კანონმდებლობაში გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდა, ჩვენთვის თავარია, რომ გამართული სარჩელი შევიტანოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. დღეს საქართველოში არის რეგისტრირებული 400-ზე მეტი პოლიტიკური პარტია, რაც შეეხება ჩვენს ამოცანას, ჩვენი ამოცანა ერთადერთი პოლიტიკური ძალის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა და ერთადერთ პოლიტიკურ ძალას ეხება სინამდვილეში ის სარჩელი, რომელსაც ვამზადებ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ იმ აგენტურულ ქსელს, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნის დავალებით მოქმედებს, უნდა გაეცეთ სამართლებრივი პასუხი, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში, როგორც ჩანს, უკვე შეეგუნენ იმას, რომ მათი პარტიის აკრძალვა შეიძლება დასაშვებად ცნოს საკონსტიტუციო სასამართლომ და ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ნაცვლად პარტიული საქმიანობისა გააგრძელებს პატრიოტულ საქმიანობას და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა მათ პარტიის სახე ექნება თუ სხვა მოძრაობის. ამ ქსოვილში ვერ იარსებებს პარტიული უჯრედი, იარსებებს მხოლოდ პატრიოტული უჯრედი, რომელიც იქნება დაფუძნებული ერთიანობაზე და წინააღმდეგობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ეროვნული, პარტიული ჩარჩოების მიღმა და ცხადია, ამას სჭირდება დიდი ერთიანობა და დიდი წინააღმდეგობა. ერთიანობისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.
ის ადამიანები, პოლიტიკოსები დავარქვათ, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს, იღებენ გარედან დავალებებს, ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ეს არის ძალიან მძიმე, ძალიან დამაზიანებელი, მხოლოდ სიტყვებით არა. ჩვენ კონკრეტული ფაქტებით ვიხილეთ თუ რამდენად დიდი ზიანის მომტანია ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. შესაბამისად, პოლიტიკაში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას და არა გარედან წამოსულ დავალებებს. ქართული ოცნება რამდენიმე დღეში უკვე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რომელიც საგამოძიებო კომისიის 450 გვერდიანი დასკვნის საფუძველზე მომზადდა და ამის პარალელურად მე შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც იმ აპირებს, რომლებიც არიან არაკონსტიტუციურ პარტიებთან შემხებლობაში და მათთან კავშირში აეგრძალებათ როგორც არჩევნებში მონაწილეობა, ასევე სხვა პოლიტიკური საქმიანობა და დაფინანსებები. მადლობა, ეს იყო კესო ქაფიანიძე. არსებული ინფორმაციით სამართალდამცველებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია და გიორგი ტალახაძე. ინფორმაციას, რომელსაც სოციალურ ქსელებში დაკავებულების ახლობლები ავრცელებენ, კურიერი შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს და უწყებისგან პასუხს ელოდება. კონკრეტულად რას ედავებიან დაკავებულებს ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამღებების მხრიდან რაიმე სახით ძალადობას ან იძულებას ადგილი არ ქონია, ყველაფერი მშვიდით ვითარებას ჩატარდა. პირველ რიგში დაიწყეს ჩხრეკით, ამოიღეს მისი კუთვნილი ქურთუკი, რომელიც თავად თავისინები წარუდგინა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. ეს ქურთუკი მას როგორც თვითონ განმარტავს 4 ოქტომბერს ეცვა. ველოდებით უშუალოდ მტკიცებულებებს, რომ ვიცოდეთ რა პასუხი შეიძლება რომ გავცეთ ამ მტკიცებულებებს. 4 ოქტომბრის მოვლენებზე კომენტარი გააკეთა პრემიერმა. ირაკლი ყობახიძე აცხადებს, რომ პირები, რომლებიც ხელისუფლების დამხობის მცდელობაში იყვნენ ჩართულები, მმართველი გუნდის ლიდერებმა არაერთხელ გააფრთხილეს. მისივე თქმით, ყველა ის პირი იქნება დაკავებული, ვინც ამ ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობდა. გავაფრთხილეთ ყველა, რომ იდენტიფიცირების საშუალებაც ჰქონდა მეტი და არავის არ შეერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, ხო? ყველა გავაფრთხილეთ. აქედან გამომდინარე, ყველა შეეგუოს იმას, რაც ხდება, რომ სამართალი აღსრულდება თითოეული ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა დამხობის მცდელობაში. ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამღების მიმართ. რამდენიც იქნება დასაკავებელი, იმდენი იქნება დაკავებული, ხო? რამდენიც ჩადიოდა ძალადობას, იმ დღეს, რამდენიც მონაწილეობდა ძალადობრივად დამხობის მცდელობაში, ყველა იქნება დაკავებული. რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსებული, მე გითხარით, იყო კონკრეტული ადამიანების ჯგუფი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, უწყისი, სადაც ხაბიაშვილი იყო გაფორმებული ანიტას სახელით და მას ერიცხებოდა ყოველთვიურად 5,000 ლარი. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს, როგორ აღმოჩნდა ერთგვარად გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი. დავით გურგენიძე აცხადებს, რომ საქმე კორუფციის ნიშნებს შეიცავს, რაც საგამოძიებო კომისიის ანგარიშშიც გამოიკვეთა. კიდევ ერთი მოთხოვნა გამოძიების პროცესში ქონების დაყადაღება და მისი ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დაბრუნება. ამ თემაზე დღეს მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა გიული ალასანიამ. პოლიტიკურ მოტივზე აკეთებენ აქცენტს ნაციონალურ მოძრაობაში. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ არსებობს ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს. არის ეჭვი იმისა, რომ იქო სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა და კოლეგიალურ ორგანოებმა, აკადემიურმა საჭმელმა, წარმომადგენლობათა საბჭომ ვიმსჯელეთ და გადავწყვეტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურის ადგილი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არც ერთი კაპიკი არ მიუღია. მან გადაიხადა თუ არა საქართველოს ბიუჯეტში, ეს უკვე გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანია. ეს არის უდიდესი ტერიტორია, ისტორიულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია. ამაზე დაახლოებით 22,000 კვადრატული მეტრა შენობა ნაგებობებია, აქ არის სპორტული მოედნები, სტადიონი, ლაბორატორიები, ეს იყო უახლეს აშენებული სულ ახლა, სადაც ფაქტობრივად ჩვენი სტუდენტები და პროფესორი მასწავლებლები იმ წუთში შევიდნენ. ამისაც უნივერსიტეტს გაუჩნდა მაშინ ავტორიზაცია, გადადგა რექტორი აკადემიკოსი, ფაქტობრივად ბატონი რამასხუროძე, შემდგომ უკვე გადადგა ასევე მეორე რექტორი არჩილ მოწონელიძე და ამ პერიოდში ეს იყო თან ომის პერიოდი იყო, როდესაც ეს ფართები იყო მიტაცებული. ჩვენ ვთვლით, რომ ეს უნდა დაუბრუნდეს ახალგაზრდობას და პროფესორ მასწავლებლებს და ეს იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება და უნდა იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება. ჩვენ ვთხოვულობთ, რომ ეს ქონება იყოს საოცრად დაყადაღებული.
ასევე ვთხოვობთ, რომ ეს ქონება უნდა იყოს დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისათვის და ასევე ვთხოვობთ, რომ ის მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში არ მიყოს, იყოს გამოწვეული დანიშნული ექსპერტიზა და იყოს გამოკვლეული და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს და ახალგაზრდობას და პროფესორ მასწავლებლებს. ჩვენ ხო ვიცით, რომ ქვეყანაში არ არის არც საგამოძიებო უწყებები, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები და არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკური რეჟიმია და მათ შორის არის პოლიტიკური საგამოძიებო უწყებები და ცხადია, ეს არის ერთი და იგივე ნარატივი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, ხო? რაც არის, აბსოლუტურად ღია თავხედობა, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა და არჩენი დავალოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს. განათლების ახალი რეფორმა და მთავარი გამოწვევები გეგმა ითვალისწინებს საჯარო სკოლებში 11 წლიანი სწავლების დაბრუნებას. უნივერსიტეტები გადავა სისტემაზე 3+1, რაც 3 წლიან ბაკალავრიატს და 1 წლიან მაგისტრატურას გულისხმობს. განათლების ახალი მოდელი პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. აქცენტი კეთდება განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე. გაკეთა განცხადება, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება 10,000 ლარი უნდა გახდეს. განათლების სამინისტრო უკვე მუშაობს სასწავლო გეგმაზე, რომელიც სხვა ცვლილებებსაც ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ბატონო პრემიერო, დიდი გამოწვევა ზოგადად არის ხარისხი, ხო? ყველას ძალიან კარგად მოიხსენება, რომ ჩვენ არ გვაქვს უზრუნველყოფილი სათანადო, თანამედროვე, მაღალი სტანდარტები უმაღლესი განათლების სისტემაში. ეს არის მთავარი გამოწვევა და ეს 7 ამოცანა, რომელიც დაისახა ჩვენს მიერ კონცეფციის ფარგლებში ემსახურება სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას. ჩვენ გვინდა, რომ ქართულმა სტუდენტებმა მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ სწორედ ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში შევთანხმდეთ ერთ რამეს, რომ თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოიფარგლოთ 11 წლით. მთავარი ამოცანაა, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ხო, ჩვენ გვინდა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, 60 წელიწადში უკვე თვისებრივად ავამაღლოთ, ფუნდამენტურად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველი ზოგადად არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა. თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისათვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა. მათ შორის ჩვენ შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში. თუ არა და ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ სწავლა მოსწავლე იქ დაამთავროს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღოს სტუდენტმა მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტი დარჩება თავისი ავტონომიით. ერთადერთი პრინციპი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ძალიან ფუნდამენტური მნიშვნელობის, რომელიც მოქმედებდა თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში და მერე სუბიექტური ინტერესების გამო დაირღვა, მათ შორის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების გამო, ჩვენ უნდა დავნერგოთ ერთი პრინციპი. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან განვითარებულ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის რესურსი, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეთ ერთ და იგივე ფაკულტეტები. ჩვენთან ისედაც მწირია რესურსი, მათ შორის საკადრო რესურსი, ინფრასტრუქტურული რესურსი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ერთ-ერთი რაც ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია, ეს არის ფაკულტეტების გადანაწილება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იმ პირობებში, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს საკუთარ ავტონომიას. საუბარია გადანაწილებაზე, მე მინდა შეგახსენოთ, ესეც განათლების ნაწილია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. თუ რაიმე არის დასახვეწი, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის მზად ვართ. თავარია, რომ შედგეს ჯანსაღი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. ცესკო იპიდის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საუბრობს და განცხადებას ავრცელებს. საარჩევნო ადმინისტრაცია ამბობს, რომ გაეცნო ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნების განცხადებას, რომელმაც 4 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები ფეიქ დამკვირვებლებად მიიჩნია. მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და ვენდორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეფასება ცალსახად შეურაცხყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართულია როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ასევე იმ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, რომლებიც
არჩევნებს CSKO-ს ოფიციალური მოწვევით აკვირდებოდნენ. საქართველოს კანონმდებლობი დადგენილი წესების და საერთაშორისო პრაქტიკის სრული დაცვით წერს CSKO და მოუწოდებს იპიდის საჯაროდ განმარტოს რა წყაროებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გავრცელა შეფასებები. ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის მიერ გავრცელებული განცხადება არის დეზინფორმაციული და აბსოლუტურად უსაფუძვლო. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე მყოფი რიგი საერთაშორისო სტუმრები მათ მიიჩნიეს ყალბდამკვირვებლებად, მათ შორის სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციების და ვენდორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. ვაცხადებთ, რომ ყველა უცხოელი დამკვირვებელი, ვინც იმყოფებოდა 4 ოქტომბრის არჩევნებზე, დარეგისტრირებული იყო საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ისინი არჩევნებს აკვირდებოდნენ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების და საერთაშორისო პრაქტიკის სრული დაცვით და არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმის თაობაზე, რომ მათი დაკვირვება იყო მიკერძოებული და ყალბი. გავრცელებული განცხადება არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს და შორს არის პროფესიული ეთიკისგან. მოვუწოდებთ მათ საჯაროდ განმარტონ, რა წყაროებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გავრცელეს აღნიშნული ინფორმაცია. საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს არის 4 ოქტომბრის წარმატებით ჩატარებული არჩევნების გადაფარვის და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე დისკრედიტაციის მცდელობა, რაც კატეგორიულად არის მიუღებელი. თემაზე დღეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ყობახიძე აცხადებს, რომ ამ კონკრეტული ორგანიზაციის განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს. ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლობას იზიარებს თავის როზე თავარ ფეიქზე, რაც უკავშირდებოდა ქართულ არჩევნებს, ეს არის ეგრეთ წოდებული PVT-ის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაციის განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. მე შეგახსენებთ, რომ კონკრეტული გამყალბებელი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ ამ ორგანიზაციამ. ასეთ პირობებში, როდესაც ეს ორგანიზაცია არის თავარი ფეიკის, საარჩევნო ფეიკის მფარველი, რა თქმა უნდა, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება. ყველას ჰქონდა საშუალება თავისუფლად დაგვირვებოდა ამ არჩევნებს, იყო საკმაოდ ფართო სპექტრი, როგორც ადგილობრივი, ასევე როგორც მესაფლავები ჩვენ ვართ თქვენი პარტიის, ეს შემიძლია გითხრათ. რეალურად დამკვირვებლები იყვნენ, ყველამ გაიარა საკუთარი პასუხისმგებლობით რეგისტრაცია, დაგვირვება იყო უზრუნველყოფილი, ჩადარდა თავისუფალი არჩევნები, ეს არის ის, რასაც ვერ გაექცევა ვერც ერთი ორგანიზაცია. ყალბის სამედიცინო დოკუმენტაცია თანხის არანსოლთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 3 პირი დააკავა. მათ ყალბის სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა თანხების არანსოლთ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბის სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მიენიჭათ. მოქალაქეებს შიშიმ პირის სტატუსის მინიჭებით პენსია და სხვა შეღავათები უნდა მიეღოთ. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას თვალისწინებს. ბრონქული ასმა არის დაავადება მინისტრთა გახდა ჯანდაცვის ხელსარშენის არაფერში. 320 წელს თვეში აიღებ პენსიას. დღეს გინდა თუ არა, აი კდარი ცოცხალი უნდა იყოს 1800 ლარი, რომ შევცვალო და სხვისი ჩეკიშზე უნდა ჩაქსვა შენ. მიხდი 3000 თუ არა, 1800 მაინც უნდა იყოს სულდადეს. თქვენ როგორც არის 1800 ლარი გამოვიდა. 1200 ლარი. კი, ვიცი. ინფორმაცია რომ მზად იქნება ექიმების საფუძვე. ჩაგიგდებ, რომ ერთი კვირის განმავლობაში გაგიკეთო უკვე 1200 ლარს რომ ჩაიცხავ. გაიგე? ხო, კომისიაზე გავლა და რაღაცა. შენ ასად არაფერი მოგიწევს, მე ვარ მაგის ატვიჩა. მეორე ჯგუფი გინდა, ხო? ხო. გავაკეთებ მაშინ ეპილეფსია, მაგრამ 3200 იქნება გამოგიყვანო, ხო და? პატარა შეიძლება ჩეკის პული და გამატები ვაწოდე. ბატონო. ასე ჩემი თვითონ დასვლა. ემაგე შეინსაბოთ. მაგი კი არა გაგონა ვაწერიებ ცოტა რაღაცას რომ დაგენიშნოს თუ არა. კი არაფერი. ეგი 2000 ლარი. ზათა საბუთი ყველაფერი და ზაგადგენ მერე კომისიაზე. 500 ლარი. ვითომ გაქცევდი პატები და გვიძლის პრობლემები. სოციალური შეთანხმებანი რამე ეს არის. აი აღარა გაკეთდა. პირველ შემთხვევაში თბილისში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დტ-მ მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველი იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე.
მეორე შემთხვევაში ბათუმში ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა T.D. 9500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბიცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება. მესამე შემთხვევაში ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა C.O.-მ 3200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბის სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში C.O.-მ აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბიცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც C.O.-მ მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონსულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც თავის მხრივ დაამზადა ყალბის სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. არსებობს არც თუ იშვიათი შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან ყალბის სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას, რაც გარდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ზოგადი ანტიკორუფციული ინტერესებისა, უდიდეს ზიანს აყენებს ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი მედიკოსის იმიჯს. ამიტომ მოუწოდებთ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს, თუ იმ ადამიანებს, ვისაც მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილი აქვთ, ნუ დაუშვებენ მსგავსი უკანონო ქმედების ჩადენას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციული დანაშაულების მიმართ იქნება განსაკუთრებით შეურიგებელი. კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა საგამოძიებო სამსახურმაც. გამოძიების ინფორმაციით, ფოთის ტექნიკური ინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის ინსპექტორებმა, რომელთაც სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება ევალებოდათ, სპეციალურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე დადებითი დასკვნა გასცეს. სანაცვლოდ კი ფული აიღეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მუშაობდნენ ქალაქ ფოთში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ევალებოდათ სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება. დადგენილია, რომ ინსპექტირების ცენტრში გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა, რასთან დაკავშირებითაც ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლის მესამე და 372 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით. პროკურატურამ 6 პირს ბრალი წაუყენა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმოო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, მათ შორის ერთი იურიდიული პირია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დაუსაბუთებელი წარმომავლობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდისავლით $350,000-მდე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხა შემოიტანეს. საქართველოში შემოტანილი თანხა ბრალდებულებს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის დახმარებით და მისი სახელის გამოყენებით უნდა დაეკონვერტირებინათ კრიპტოვალუტაში და სახეცვლილი აქტივი მისი განთავსების და მასზე საკუთრების უფლების დამალვის და შენიღბვის მიზნით მათივე კონტროლის ქვეშ არსებული კრიპტოსაფულებზე გადაერიცხათ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაფუძნებული საწარმო საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას, მათ შორის სხვადასხვა კრიპტოვალუტის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რითაც ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ათეულობით მილიონი ლარის ეკვივალენტური ვირტუალური აქტივის უკანონო და უკონტროლო ტრანზაქციებს. 17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. თბილისში გამართულ საზეიმო ღონისძიებას ვეტერანები, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. სახელმწიფო გუნდის ლიდერებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა შეგრებილებს სიტყვით მიმართეს და თარიღი მიულოცეს. დღეისთვის ქვეყანაში ვეტერანის სტატუსს 70,000-ზე მეტი მოქალაქე ატარებს. დედაქალაქის პარალელურად ღონისძიებები იმართება ქვეყნის მასშტაბით. ღირებულებებს, რომელსაც დღევანდელი დღე, რომელიც ქართველ ვეტერანებს გეკუთვნით, კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ განსაკუთრებულად უნდა მოუფრთხილდეთ იმ ფასეულობებსა ღირებულებებს, რომელსაც გმირულად იცავდით და დღემდე იცავთ. ჩვენ პატარა, მაგრამ ღირსეული და ამაყი ერი ვართ, რომელმაც კარგად იცის მშვიდობისა და თავისუფლების ფასი. ჩვენმა ისტორიულმა გამოცდილებამ, მრავალსაუკუნოვალმა ქარტეხილებმა
ისიც კარგად გვასწავლა, რომ ქართველი კაცისთვის აღნიშნული ცნებები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლა მშვიდობისთვის ბრძოლასაც გულისხმობს, ხოლო მშვიდობის დაცვა საკუთარ თავში თავისუფლების დაცვასაც მოიაზრებს. ყველაზე უკეთ სწორედ თქვენიცით მოპოვებული მშვიდობისა და თავისუფლების ფასი, ისევე როგორც ის, რომ ამ მონოპოლის შენარჩუნებას ყოველდღიური სიფხიზლე და სიფრთხილე სჭირდება, რაც ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია. საქართველო გმირების ქვეყანაა და ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი თქვენ ხართ. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თქვენს გვერდში დგომაა, რაც უკვე არაერთი წელია საქმით დასტურდება. მინდა თითოეულ ვეტერანს მიულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში იგიძღვით. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი მებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის. ვეტერანების ხვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე ვეტერანების სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მხოლოდ მიმდინარე წელს 5500-ზე მეტი ვეტერანი სამედიცინო მკურნალობა დაფინანსდა. 3500-მდე სტუდენტს, ვეტერანთა შვილებს სახელმწიფო სწავლის საფასური დაუფარა. აწარმოეს საქართველოს პროგრამის ფარგლებში ვეტერანებს ვეხმარებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში. მათი მონაწილეობით იქმნება ფერმერთა ასოციაციები. მათი სახელი ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე იმარჯვებენ. მოხარული ვარ, რომ ამ ძალისხმევაში ხელისუფლება მარტო არ არის. განსაკუთრებით აღსანიშნავია კერძო სექტორის, სამედიცინო კლინიკების და საქველმოქმედო ფონდების როლი, რომლებიც უანგაროდ განა ჩვენი ვეტერანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებშიც. ეს თანადგომა, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია. ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რომ მშვიდობის შენარჩუნება ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ადამიანური ტრაგედიები, გრევა და განადგურება, ხოლო მშვიდობის შედეგი ქვეყნის წინსვლა და განვითარება და ხალხის მეტი კეთილდღეობა. მშვიდობისკენ სწრაფვა სამშობლოს დასაცავად მუდმივ ზადყოფნას ნიშნავს. ამ მუდმივ ზადყოფნაში კი თქვენი გამოცდილება ფასდაუდებელია. მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა პატრიოტიზმის, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თავდადებისთვის. თქვენი ხვაწლის სათანადოდ დასაფასებლად ძალისხმევას მომავალშიც არ დავიშურებთ. დღევანდელი დღე ეროვნული სიამაყის დღეა. თითოეული თქვენგანი სიმამაცის ისტორიის მატარებელია. თითოეულმა თქვენგანმა თქვენი ცხოვრების ყველაზე საამაყო ნაწილი საქართველოს თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შესწირეთ. თქვენი თავდადების შედეგია, რომ საქართველომ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, ტრადიციები და კულტურული თავისთავადობა. ქართველი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს. დღეს ჩვენი ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და უმკლავდება როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან მომდინარე საფრთხეებს. ჩვენმა ვეტერანებმა განსაკუთრებით კარგად იციან მშვიდობისა და თავისუფლების ფასი. ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, წარსულის გაკვეთილების გათვალისწინება, ომების სისხლისღვრვის თავიდან აცილება. თქვენზე უკეთ არავინ იცის მშვიდობის ფასი. ჩვენ ხელისუფლებამ ბევრი გავაკეთეთ მშვიდობისათვის და გვირდებით ამ გზაზე სვლას გავაგრძელებთ. თქვენი ცხოვრება მიუძღვენით ჩვენი ქვეყნის სამსახურს და მტკიცებთ იცავდით საქართველოს ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თითოეული ვეტერანი არის პროფესიონალიზმის, სიმტკიცის, პატრიოტიზმისა და სამშობლოსათვის თავგადწირვის სიმბოლო. ქეთს ვიხრი იმ მებრძოლების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაიღეს საკუთარი სამშობლოსთვის. მათი სახილები არ მიეცემა დავიწყებას და მუდამ ემახსოვრება მომავალ თაობებს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი სამხედროების საბრძოლო წარმატებები ყოველთვის შეუპოვრობისა და სიმამაცის მაგალითია. უყურებთ კურიერ 3 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით კრივოი როგს შეუტია. საპასუხო შეტევებია უკრაინიდანაც. სარაკეტო თავდასხმის საშიშროება იყო სოჩში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ფრენები შეფერხდა იჟევსკასა და უფის აეროპორტებშიც.
პუტინი და ტრამპი მორიგ შეხვედრას ბუდაპეშტში გამართავენ. რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ომის დასრულების საკითხზე რუს კოლეგასთან სავარაუდოდ ორკვირაში უნგრეთში ისაუბრებს. განცხადება გავრცელა ურბანმაც, რომელმაც თქვა, რომ მშვიდობის სამიტისთვის უნგრეთი უკვე ემზადება. დანოსებულ მოლაპარაკებამდე დღეს ტრამპი ზელენსკის შტატებში შეხვდება. ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპა ომის მხარდამჭერი ფსიქოზით არის შეპყრობილი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვიქტორ ორბანი წერს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიანი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და ყოველგვარი უფლებამოსილების გარეშე საუბრობს ომზე იმ დროს, როდესაც ევროკავშირის შეთანხმებები მკაფიოდ განმარტავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფა გრძელდება. გაეროს ინფორმაციით, ზავის ამოქმედების შემდეგ ანკლავში ყოველდღიურად საშუალოდ 560 ტონა საკვები შედის, თუმცა ეს საკმარისი არ არის. განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ანგარიში წერია, რომ კონტროლს აღარ ექვემდებარება ინფექციური დაავადებები. 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 13 ისიც ნაწილობრივ ფუნქციონირებს. პარალელურად მედია წერს, რომ ჰამასი დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას არღვევს. ტერორისტულ ორგანიზაციას ისრაელისთვის 19 ბრძოლის სხედარი ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია. ნეთანიაჰუ მრჩევლებთან სამოქმედო გეგმის განხილვას გეგმავს. ტრამპი კი ამბობს, რომ თუ ჰამასი ღაზაში ადამიანების ხოცვას გააგრძელებს, ტერორისტული ორგანიზაციის წევრების განადგურების გარდა სხვა გზა აღარ იქნება. გრძელდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ვიზიტი შტატებში. შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთან, მოადგილესთან, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან და მისიის ხელმძღვანელთან საქართველოში. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ ვითარებაზე, დაბალ ინფლაციასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. ურთაჭალ ხიდის რეაბილიტაცია ჩატარდა და დასრულდა. ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი და დაზიანებული ელემენტები. შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, განხორციელდა ჰიდროიზოლაციის სამუშაო. ელექტროსადგურები მიწის ქვეშ განთავსდა, დაიგო ასფალტის საფარი, განახლა ტროტუარი და გარე განათება. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში. პროექტის ფარგლებში პირველი რაც გაკეთდა ეს იყო გამოკვლევები და შემდეგ უკვე ჩატარდა ყველა საჭირო სამუშაო, რომელიც გამოიკვეთა. პირველი რაც გაკეთდა ეს იყო კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები. ყველანაირად მოწესრიგებულია, განახლებულია და ემსახურება უკვე დედაქალაქის მოსახლეობას. თავისუფლად არის გადაადგილება შესაძლებელი. პროექტის განხორციელების დროს იყო გარკვეული შეზღუდვები, ამისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოუხადოთ საზოგადოებას, თუმცა სხვანაირად შეუძლებელი იყო აღნიშნული სამუშაოების ჩატარება. დავასრულეთ ორთაჭალ ჰესის მიმდებარედ არსებული ხიდის რეაბილიტაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კონსტრუქციული ნაწილის გამაგრება მოხდა, აღდგენა დასუსტებული ადგილების, შემდეგ მოეწყო იზოლაცია, შემდეგ ახალი ასფალტის საფარი, განახლდა ტროტუარები, მოვაჯირები, ფასადები. რა თქმა უნდა, დღეს ამ ხიდზე გადაადგილება არის უსაფრთხო და კომფორტული, რა თქმა უნდა. სამუშაოები ჯამში სამუშაოებისთვის დაიხარჯა 2 მილიონი ლარი. აღნიშნული ხიდი წარმოადგენს ისნისა და კრწანისის რაიონების დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურას. ის ისტორიულიც გახლავთ, რადგან დაკავშირებულია თბილისის ჰესთან. ასევე აღსანიშნავია ის ვიზუალური ნაწილიც და ის გარემოს დაცვითი ღონისძიებები, გამწვანება და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან ადვილად შესამჩნევია და თვალს ახარებს და ნამდვილად მისასალმებელია ის ძალისხმევა, რომელიც მერიამ გასწია ძალიან მოკლე პერიოდში. პროკურატურაში 48 პირმა ერთწლიანი სტაჟირება დასრულა. წარმატებული სტაჟირები პროკურატურაში პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან. მათ უწყების კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოსთან გასაუბრება გაიარეს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სტაჟირების მიზანი ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევაა. კონკურსის წესით დანიშნულმა პროკურატურის სტაჟიორებმა უკვე დაასრულეს ერთწლიანი სტაჟირება. ისინი დანიშნული იყვნენ სტაჟიორ პროკურორის და სტაჟიორ გამომძიებლის პოზიციებზე. კომისიასთან გასაუბრების გავლის შემდგომ წარმატებული სტაჟიორები დანიშნული იქნებიან პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში
ვაკანტურ პოზიციებზე. საქართველოს პროკურატურის სტაჟიორები 1 წლის განმავლობაში აღჭურვილები ვიყავით პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით და 1 წლის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა, რომ აქტიური პრაქტიკული საქმიანობით მიეგვეღო მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება. ამ სტაჟირების განმავლობაში მივიღე უდიდესი გამოცდილება, კერძოდ თეორიული ცოდნა გავიღრმავე პრაქტიკული საქმიანობის მეშვეობით. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rustavai.gt-ი, ჯი კურიერი კი გემშვიდობებათ 6-მდე. დროებით.